ლოცავთ მეგობრებო, დადგა ზაფხული და დარწმუნებული ვარ ახლა ყველა წახვალთ დასასვენებლად. ზაფხული ყოველთვის ასოცირებულია აუზთან და ცურვასთან. ცურვა კი ძალიან კარგი პრევენცია არის ჯანმრთელი ცხოვრებისთვის და განსაკუთრებით ხერხემლისთვის. დღეს ზუსტად მაგაზე ვისაუბრებთ ჩვენ ხერხემალზე, სკოლიოზებზე კერძოდ და ამაზე უფრო დაწვრილებით სასაუბროთ მოვიწვიეთ დღეს ჩვენთან სტუდიაში ბატონი გოგა გეგია, ნეიროქირურგი, საოცარი ადამიანი, საოცარი კოლეგა, ჩემი კარგი მეგობარი. მადლობა ბატონო გოგა, რომ გვესტუმრეთ დღეს სტუდიაში. გამოგვინახეთ დრო, იმიტომ რომ ყოველთვის პაციენტები ჩივიან, ვერ ჩაეწერეს თქვენთან, ძალიან პრობლემურია თქვენთან მოხვედრა, მაგრამ მადლობა რომ დღეს ხართ აქ. სკოლიოზები ძალიან გთხოვთ, აი დაწვრილებით, რას ნიშნავს სკოლიოზი და რას ნიშნავს ხერხემლის გამრუდება, მაინც მაყურებლისთვის რომ გასაგებად ვთქვათ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მეც ხაზ გავუსვამ იმ ფაქტს, რომ ძალიან მიხარია, რომ ჩემი მეგობარი ხარ ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი. მადლობა. და ძალიან სასიამოვნოა შენთან ამ თემებზე საუბარი. დიდი მადლობა. რაც შეეხება სკოლიოზს. სკოლიოზის განსაზღვრება ზოგადად ისტორიული ასეთი არის, ეს არის ხერხემლის გამრუდება ფრონტალურ კორონარულ სიბრტყეში, თუმცა დღეის წარმოდგენით სკოლიოზი არის უფრო რთული დაავადება, პოლიეტიოლოგიური და ის წარმოადგენს ფაქტობრივად ყველა სიბრტყეში ხერხემლის გამრუდებას. ანუ რო წარმოვიდგინოთ სამ განზომილებაში ხერხემალი მრუდდება როგორც ფრონტალურ სიბრტყეში, ისე საგიტალურ სიბრტყეში და ხდება მისი ასევე როტაციული დაზიანებაც. ამიტომ სკოლიოზი დღეს მიიჩნევა როგორც სამ სიბრტყეში, ანუ სამივე სიბრტყეში ხერხემლის გამრუდება და ის წარმოადგენს უკვე თანამედროვე გაგებით ძალიან რთულ მულტიდისციპლინურ პათოლოგიას, რომელშიც ჩართულია უამრავი ფაქტორი. ადრე მიიჩნეოდა, რომ სკოლიოზი ეს არის უბრალოდ ჯდომის გამო გამოწვეული პათოლოგია, არასწორი მდებარეობის გამო გამოწვეული პათოლოგია მოზარდის, თუმცა ეს დღეს ასე არ არის. და მიიჩნევა, რომ სკოლიოზის განვითარებაში მაგალითად დიდი როლი აქვს თუნდაც იგივე მელატონინს. დიდი როლი აქვს ნერვკუნთოვან დაავადებებს, დიდი როლი აქვს ასევე შემაერთი ქსოვილის პათოლოგიას. შემაერთი ქსოვილის პათოლოგიების მხრივ დღეს ძალიან დიდი პროგრესია მედიცინაში ამ დაავადების და შემაერთი ქსოვილის ზოგადად კვლევის თავისებურების მიხედვით და გინდება, რომ სკოლიოზის განვითარებაში უამრავი ფაქტორია ჩართული. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტორების სიმრავლისა, მიუხედავად რომ დაავადების სირთულისა, ხშირად ძალიან მარტივი და ძალიან იოლად შესასრულებელი დაავადებები, თუნდაც სკრინინგული ტესტები საკმარისია იმისთვის, რომ ეს დაავადება საერთოდ ავიცილოთ თავიდან, ან თავიდან ავიცილოთ მისი პროგრესირება. ამ მხრივ ძალიან საინტერესოა, მაგალითად სხვადასხვა ქვეყნის მონაცემები, სადაც აქტიურად ხდება სკრინინგი ამ დაავადების. ასეთი ქვეყნებია იაპონია, ეს არის სამხრეთ კორეა და ეს არის ჩინეთი. თუმცა ამ ბოლო დროს ამ სკრინინგულ კვლევებსაც ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, იმიტომ რომ ითვლება, რომ ხშირად არასწორად ხდება და ზედოზირება ხდება, ასე ვთქვათ, ჰიპერდიაგნოსტიკის გამო, რენტგენოლოგიური კვლევების წარმოების, ამიტომ ითვლება, რომ სკრინინგული ტესტების ჩატარების დროს ხშირად ბავშვი იღებს სხიურ დატვირთვას მაღალს და ამიტომ ხშირად თვლიან, რომ თქვა სკრინინგი საერთოდ არ არის ჩასატარებელი. თუმცა ხშირად სკრინინგი აგვაცილებს ისეთ რთულ ოპერაციებს, როგორც არის ოპერაციები სკოლიოზის დროს, ამიტომ თანამედროვე ციფრული რენტგენი ვფიქრობ არ არის იმხელა რისკი სკრინინგის თვალსაზრისით, თუნდაც ვიდრე თქვა რთული ქირურგიული ოპერაცია. ამიტომ ესეც საინტერესოა, რომ შედარდეს თქვა იმ ქვეყნის მონაცემები, სადაც სკრინინგი აქტიურად ხორციელდება და იმ ქვეყნები, სადაც სკრინინგი მაგალითად არ ტარდება, თუნდაც ჩვენ. როდიდან უნდა გაკეთდეს სკრინინგი? აი მაგალითად ბავშვი რამდენი წლის უნდა იყოს, ან თუ შეიძლება ახალშობილი, როგორ ხდება სკრინინგი ასეთ შემთხვევაში? საინტერესო კითხვაა ძალიან. თვითონ სკოლიოზის კლასიფიკაციას თუ შევხედავთ თვითონ ასაკობრივს, სკოლიოზი იყოფა ეგრეთ წოდებულ კონგენიტალურ სკოლიოზად, როდესაც ბავშვი იბადება უკვე სკოლიოზით, ეს ცალკე რთული თავია და მასში ჩართულია ბევრი თანდაყოლი დაავადება. ეს ძირითადად არის ნაყოფის განვითარების დროს მიღებული სხვადასხვა დარღვევები. ხერხემლის სვეტის ჩამოყალიბება ხდება სადღაც დაახლოებით მე-4-მე-6 კვირაზე მოსატყუხნის პერიოდში და ამ დროს თუ მოხდა მაგალითად სეგმენტაციის დარღვევა, ამ თქვათ პეპლისებრი მალების განვითარება, იგივე კლიპეფეილის სინდრომი ასეთი ხშირად, როდესაც ვითარდება ხერხემლის, ასე ვთქვათ, სეგმენტური განვითარების დარღვევაში, რომ ბავშვი დაიბადოს უკვე სკოლიოზით, ეს ცალკე თემაა. მაგრამ რაც შეეხება იუვენილ სკოლიოზს, მაგალითად, რომელიც ვითარდება სადღაც 4-დან 6 წლამდე, მაგალითად, იქ ძალიან დიდი როლი უჭირავს ბავშვის დროულ დიაგნოსტირებას.
ძალიან მარტივი ტესტი შეიძლება. ეს არის უბრალოდ ბავშვის ვიზუალური კონტროლი, ლავიწების სიმეტრიულობა, ბეჭის დგომის სიმეტრიულობა, წელის კუნთების სიმეტრიულობა, ეს შეუძლია თუნდაც მშობელმა აწარმოოს. მაგრამ აქტიური სკრინინგი უკვე იწყება სკოლის პერიოდში, ანუ სკოლაში უკვე სწავლის დაწყების პერიოდში აქტიურად ხდება ბავშვების უბრალოდ ფიზიკალური შემოწმება, დაკვირვება, ინსპექცია და თუ საჭირო გახდა უკვე ეგრეთ წოდებული სკოლიომეტრის გამოყენება, რენტგენოლოგიური კვლევის გამოყენება და უკვე ორთოპედის და სპეციალისტის ჩართვა ამ საქმეში. რა შეეხება უკვე მოზრდილთა სკოლიოზს, რომელიც უკვე გოგონებში და ბიჭებში სხვათა შორის სხვაობარი, ასაკობრივი ბიჭებში სკოლიოზის უკვე ასე ვთქვათ არსებული სკოლიოზის მკვეთრი გაუარესება შეიძლება დაიწყოს 14-დან 16 წლამდე, გოგონებში ესაგია 12-დან 14 წლამდე, როდესაც აი ამ ჰორმონული გარდატეხის გამო აქტიურად ხდება არსებული სკოლიოზის გაუარესება, ანუ გამრუდების პროგრესირება, გამრუდების კუთხის პროგრესირება. და ამ დროს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად მოხდეს დაკვირვება და თუნდაც რენტგენოლოგიური კონტროლი ჩატარდეს წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, ანუ 6-დან 12 თვემდე ხდება გადაკონტროლება, როგორც შემოწმების მხრივ, ისე რენტგენოლოგიური კვლევის წარმოების მხრივ. რაც შეეხება უკვე ზრდასრულთა სკოლიოზს, ზრდასრულთა სკოლიოზი საერთოდ სხვა გენეზის არის, იქ უკვე საქმეში ერთვება ხერხემლის დეგენერაციული დაავადებები, დისკის პათოლოგია, კუნთოვანი პათოლოგიები, ნერვკუნთოვანი დაავადებები და ის აბსოლუტურად სხვა დაავადება, ვიდრე მაგალითად მოზრდილთა სკოლიოზი. თვითონ მოზრდილთა სკოლიოზში ძირითადად გვხვდება ჩვენ ეგრეთ წოდებული იდიოპათიური სკოლიოზი, როდესაც მიზეზს საერთოდ ვერ პოულობთ. ანუ რეალურად ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს სკოლიოზი რატო ვითარდება, თუმცა არსებობს ბევრი თეორია. ერთ-ერთი თეორია არის ეგრეთ წოდებული კუნთოვანი ტონუსის განსხვავების თეორია. მაგალითად საინტერესოა ისიც, რომ ძირითადად გუნკერდის სკოლიოზის დროს გუნკერდის კუთხე მიმართული არის მარჯვნივ. თუ ჩვენ გვხვდება ეგრეთ წოდებული მარცხენა მხრივი სკოლიოზი, ყოველთვის საჭირო ხდება მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფიის წარმოება და ძალიან ხშირად აღმოჩნდება, რომ ამ პაციენტებს აქვთ რაღაც თანმხვედრი პათოლოგიები, მაგალითად სირინგომიელია. სირინგომიელია ეს არის ზურგის ტვინის ცენტრალური არხის დილატაცია, ეს მაყურებელთვის გასაგები იყოს, ანუ გაფართოება, ან სხვა ნევროლოგიური დარღვევები. და ესეც მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და კვლევისაგანი, ასე ვთქვათ, სამომავლოდ, რომ რატო ხდება, რომ მარცხნივ გამრუდებული სკოლიოზი ხშირად რაღაც სხვა ნევროლოგიურ პათოლოგიებთან არის ასოცირებული. ასევე ძალიან საინტერესოა, რომ იდიოპათიური სკოლიოზის განვითარების დროს ძალიან ხშირად ხდება, რომ უეცრად ხდება, ასე ვთქვათ, რაღაც პერიოდში გაუარესება მდგომარეობის, შეიძლება პაციენტის მდგომარეობა იყოს აბსოლუტურად სტაბილური და დროის მოკლე მონაკვეთში მივიღოთ უეცარი რეგრესი მდგომარეობის. თვითონ ეს ფაქტიც აუხსნელია. ჩატარდა სხვადასხვა ექსპერიმენტები, სადაც გაიზომა სხეულის მარჯვენა და მარცხენა მხრის კუნთების ტონუსი და ხშირად აღმოჩნდა, რომ ტონუსში იყო მცირე სხვაობა. რიგ შემთხვევებში ამას მიაწერენ ეგრეთ წოდებულ ვესტიბულური აპარატის პრობლემებსაც, ანუ ვესტიბულური აპარატიც საკმაოდ რთული აპარატია და მასში ასე ვთქვათ ჩართულია ჩვენი სხეულის სივრცეში ასე ვთქვათ გარკვევის მექანიზმიც და თუ ვესტიბულურ აპარატში ინფორმაციას, რომელსაც იღებს ჩვენი სხეულის მდებარეობის შესახებ, რეცეპტორები არასწორად აღიქმება, ამ შემთხვევაში ხდება კუნთა ტონუსიც იცვლება. და ამ მხრივ ძალიან საინტერესო იყო მაგალითად კოსმონავტებზე ჩატარდა კვლევა და კოსმონავტები, რომლებიც დიდხანს იყვნენ ეგრეთ წოდებული გრავიტაციის არქონის პირობებში, ანუ ასე ვთქვათ, სადაც მასზე არ მოქმედება დედამიწის მიზიდულობის ძალა, დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ხშირად სკოლიოზი უვითარდებოდათ. და ალბათ ერთ-ერთი თეორია ზუსტად ამაზე მოძმობს, რომ ვესტიბულური აპარატი თუ სწორად არ აღიქვამს გრავიტაციის თავისებურებებს ჩვენი სხეულის მარჯვენა და მარცხენა ნახევარში, რა თქმა უნდა, შეიძლება მანაც შეცვალოს მოკლედ შორს წავედით. არა, შორს ნამდვილად კი ჩვენ შორს წავალთ ყოველთვის, მაგრამ აი ნახეთ, მაინტერესებს, ყველა სკოლიოზს სჭირდება ოპერაციული ჩარევა? ესეც ძალიან კარგი კითხვა. სკოლიოზსა და ოპერაციას შორის ჩვენ ტოლობის ნიშანს არ ვსვამთ. ყველა სკოლიოზს რა თქმა უნდა არ ჭირდება ოპერაციული მკურნალობა, ოპერაციული მკურნალობა ჭირდება მხოლოდ შორს წასულ რთულ შემთხვევებს. ანუ თუ ჩვენ სკოლიოზებს დავყოფთ, სკოლიოზები იყოფა ძირითადად დღეს გამრუდების კუთხის, კობის კუთხე ქვია ამას. ასე ვთქვათ, რაც უფრო მეტია კუთხე, მით უფრო ასე ვთქვათ, მაღალია სკოლიოზის ხარისხი და მისი სირთულე. 10 გრადუსამდე მაგალითად მიჩნეულია, რომ საერთოდ არ ითვლება სკოლიოზური დეფორმაცია, 10-დან 20 გრადუსამდე ითვლება უკვე სკოლიოზად.
რაც შეეხება 40-დან ზევით, ანუ 40-45 გრადუსი უკვე ითვლება, რომ ხშირად არის საოპერაციო შემთხვევები, მაგრამ თუ სკოლიოზი არის სადაც 100 გრადუსამდე, ყველა ვარიანტში უკვე არის ქირურგიის, ასე ვთქვათ, საგანი. თუმცა ეს არის განსაკუთრებით უკვე რთული პაციენტები, ეს თქვენ მოგეხსენებათ მშვენივრად, ამ დროს საქმეში ერთვება არა მხოლოდ გამრუდება ხერხემლის, არამედ ისეთი რთული პრობლემები, როგორიც არის მაგალითად გუნკერდის უკმარისობის სინდრომი, სადაც ეხება ყველა ორგანოს. კი ბატონო, რესტრიქციული დაზიანება ფილტვების, ანუ რესტრიქციული დაზიანებაც რო ახსნათ მაყურებლისთვის, რომ რას ნიშნავს, ანუ ზოგადად სუნთქვის, ანუ სარწყვის სისტემის პათოლოგიები შეიძლება გავყოთ ამ მხრივ ორ დიდ ჯგუფად. ეს არის რესტრიქციული და ობსტრუქციული პათოლოგიები. ობსტრუქციული პათოლოგიის ქონის უფლებაც აქვს, რა თქმა უნდა, სკოლიოზიან პაციენტებს, მაგრამ მათ ძირითადად უვითარდებათ გუნკერდის უკმარისობის სინდრომი და გუნკერდის მოცულობა მცირდება და თუ საუბარია ბავშვებზე, რომლებიც ჯერ კიდევ იზრდებიან და მათი გუნკერდის მოცულობა იზრდება, ხშირად ხდება ისე, რომ ვითარდება ეგრეთ წოდებული რიგიდული ხერხემალი, რიგიდული გუნკერდი, რაც საშუალებას არ აძლევს გუნკერდს, რომ მოვალში გაფართოვდეს. და ეს გვაძლევს მკვეთრ უკმარისობას, ასე ვთქვათ, სასუნთქის სისტემის, ანუ ადამიანს არ აქვს საშუალება საკმარისი რაოდენობით ჰაერი ჩაისუნთქოს, რის გამოც ძალიან რთულდება მისი მკურნალობა. ამიტომ ჩვენ თითქმის ყოველთვის სკოლიოზის მკურნალობის დროს საქმე გვაქვს რთულ სკოლიოზთან, ყოველთვის ვიყენებთ მაგალითად სპირომეტრიულ კვლევებს, რომელიც გვეხმარება რომ განსაზღვროთ რესტრიქციული დაზიანების ხასიათი და ამის მიხედვით დავგეგმოთ ოპერაცია. ანუ ოპერაცია ეს არის მარტო კოსმეტიკური მიზნისთვის წარმოება, ერთ-ერთი მთავარი განსაკუთრებით ბავშვების წარმოებულ ოპერაციებზე ეს არის გუნკერდის მოცულობის ზრდა და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი არის რომ ოპერაცია გაკეთდეს ისე მაგალითად ბავშვებში რომ საომალოდ არ შეუშალოს ხელი გუნკერდის დინამიკაში გაზრდას. აი ბავშვი თქვათ გაჩნდა ბავშვი თანდაყოლილი პათოლოგია აქვს. ეს ვიზუალურად შესამჩნევია მშობლისთვის თუ ამას პედიატრი სვავს ამის დიაგნოზს და რამდენად მალე შეიძლება გაუკეთდეს ოპერაცია. თანამედროვე ეკოსკოპიური კონტროლი, რომელიც ესეც სკრინინგის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, როდესაც ხდება ორსულთა დაკვირვება, მუცლად ყოფნის პერიოდში ნაყოფსეთ დაკვირვება და ჩვენ ძალიან ხშირად მოგმართავენ უკვე დედები, რომლებსაც უკვე დიაგნოსტირებული აქვთ, ნაყოფს დიაგნოსტირებული აქვს ხერხემლის სხვადასხვა სახის პათოლოგია ეკოსკოპიური კონტროლით. ეს შეიძლება იყოს ხერხემლის დეფორმაცია, გამრუდება, ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა პათოლოგიები ხერხემალთან დაკავშირებული, რომელსაც შეიძლება პოტენციურად განავითაროს შემდეგ სკოლიოზი. მაგრამ ხშირად არა, მაგრამ რა თქმა უნდა, იბადებიან ბავშვები თანდაყოლილი სკოლიოზით. ყოლია რამოდენიმე პაციენტი, რომელსაც ადრეული ოპერაცია ჩაუტარდა, ეს ოპერაციები საერთოდ სხვა ტექნოლოგიით კეთდება, მზარდი ღეროს ტექნოლოგია ქვია. როდესაც რაღაცა პერიოდში, მაგალითად 6 თვეში ერთხელ ღერო უნდა დაგრძელდეს. არის სპეციალური თანამედროვე ტექნოლოგიები, გეწოდებული მაგნიტური ღეროები, რომელიც ჭრილობის გარეშე გრძელდება, ვთქვათ, მაგრამ არის ისეთი ტექნოლოგიები, როდესაც მცირე ინვაზიურად, ანუ პატარა განაკვეთით ხდება ღეროს დაგრძელება, რომ ხერხემლის ზრდასთან ერთად ეს საფიქსაციო სისტემაც გაგრძელდეს. ასე რომ დიაგნოსტიკის მხრივ პრინციპში ძალიან შორს არის წასული თანამედროვე მედიცინა და საშუალება გვაქვს რომ უკვე მუცლად ყოფნის პერიოდში ბავშვს დაეცვას სწორი დიაგნოზი, რაც თავიდან აგვაცილებს რთულ პროგრესირებას და რთულ ოპერაციას საომავლოდ. აი რეაბილიტაცია როგორია? გაიკეთა ოპერაცია პაციენტმა. რეაბილიტაცია, ну რა თქმა უნდა, ტკივილთან არის ასოცირებული, ეს საკმაოდ მასშტაბური ოპერაცია არის. რას მოიცავს რეაბილიტაცია ქირურგიული თვალსაზრისით? რეაბილიტაციის პროცესი, მე თუ მკითხავთ, იწყება ოპერაციამდე საერთოდ, ანუ სწორად დაწყებული რეაბილიტაციული თერაპია არის გარანტი იმისი, რომ პოსტოპერაციულადაც პაციენტის რეაბილიტაცია იყოს უფრო ხანმოკლე და შედეგიანი. პოსტოპერაციული რეაბილიტაცია თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, პირველ რიგში ეს არის ტკივილის მართვა. ესეც თქვენ ხართ ამის გამგე, ასე ვთქვათ, ამ საქმის. ეს არის სწორი ანალგეზია პოსტოპერაციულ პერიოდში, სწორად დაგეგმილი და სწორად ჩატარებული, ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ ტკივილის ფენომენი დროზე შეწყდეს და კუპირდეს და პაციენტს მიეცეს ადრეული აქტივაციის საშუალება, რაც განსაზღვრავს მის დროულ რეაბილიტაციას. რეაბილიტაციაში, რა თქმა უნდა, ჩართულია ბევრი ამბავი, ეს არის სიარული, ეს არის ცურვა, ეს არის ვარჯიში, მასაჟი, ფიზიოთერაპია. ფიზიოთერაპიას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი როლი ენიჭება ამ ყველაფერში.
თანამედროვე რეაბილიტაციაც რა თქმა უნდა არის გარანტი წარმატებისა ამ სფეროში. ეს რეაბილიტაცია ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ბატონო გოგო, თქვენი ყველაზე რთული შემთხვევა რაც გქონიათ თქვენს პრაქტიკაში მაინტერესებს. ნუ შემთხვევები რთული, ბევრი მახსენდება. ძირითადად ექიმებს გვახსოვს ის შემთხვევები, რომლებიც განსაკუთრებით გული გვატკინა, განსაკუთრებით ემოციური იყო ჩვენთვის, განსაკუთრებით ეს ამბები უკავშირდება ბავშვებს, იმიტომ ბავშვებთან დაკავშირებული ასე თქვათ პრაქტიკა მაინც განსაკუთრებულ კვალს ტოვებს ჩვენს ცნობიერზე. იყო რამოდენიმე შემთხვევა განსაკუთრებით გამოვყოფდი ერთ გოგონას, რომელსაც ოპერაცია გაუკეთდა სხვათა შორის ჩვენს საზღვრებს მიღმა. მე მოყვა მას ზართული გართულებები და მე ჩვენთან მოხდა უკვე საერთოდ სხვა პრობლემით, ანუ ეს იყო რა თქმა უნდა სკოლიოზის პირველი პრობლემა და ეს იყო შირქოვანი გართულება, რომელიც წარმოადგენს, მე თუ მკითხავთ ალბათ ერთ-ერთ ყველაზე უფრო კატასტროფულ გართულებას ამ დაავადების კურნალობის შემდეგ და აუცილებელი იყო, ასე ვთქვათ, ჯერ დაგეგმა ამ შირქოვანი პროცესის მართვის და შემდეგ თავიდან მკურნალობა, ყველაფერი წარიმართა ძალიან კარგად და დღეს ჯანმრთელია ეს ადამიანი და ძალიან მიხარია რომ ეს შევძელით ჩვენ და გამოგვივიდა. ნამდვილად მე მომსწრევარ თქვენ ბევრი შეცდომა გამოგისწორებიათ, როცა პაციენტი ჩამოსულა, მე თვითონ მდგარ ვარ ამ ოპერაციაზე და ნამდვილად წარმატებით დაგვიმთავრებია. რას ურჩევთ მაყურებელს? მაყურებელს ურჩევ რომ მე ვფიქრობ რომ ჩვენთვის თქვენთვის როგორც მრავალშვილიანი დედისთვის და ჩემთვის როგორც ასევე მრავალშვილიანი მამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ყველასთვის ჩვენი შვილების ჯანმრთელობა. მე უბრალოდ მინდა რომ მაყურებელმა იცოდეს რომ სკოლიოზის დიაგნოსტირება ეს არ არის რაღაც უმაღლესი მათემატიკა, ანუ უბრალოდ ვიზუალური კონტროლით ჩვენ შეიძლება დროულად დავსვათ სწორი დიაგნოზი. ეს არის უბრალოდ დაკვირვება ბავშვზე, მისი ზრდის პერიოდში, როგორია მისი კუნთების სიმეტრიულობა, სხეული სწორად დგას თუ არა, ხო არ არის გადახრილი სხეული რომელიმე მხარეს, სწორად გომის დროს თავის სწორ ხაზზე დგას თუ არა, ბიჭები სიმეტრიულია თუ არა, წინ გადახრის დროს ბავშვს ხო არა აქვს, მაგალითად წელის მიდამოში ან გუგერის მიდამოში რამე ამობურცულობა, აი ამ მარტივი შეფასებით, ნეკნის რკალის სიმეტრიულობა შეიძლება ჩვენ ძალიან ადრეულად მოვახდინოთ დიაგნოსტირება და შემდეგ მკურნალობა. ანუ თანდაყოლის სკოლის მკურნალობა არის ძალიან მარტივი, ასე ვთქვათ, დღეს უკვე კომფორტული, ეს არის ძირითადად ფიზიოთერაპია, ეს არის კორსეტი, ეს არის სწორი ვარჯიში, ასე რომ მართვა ამ პრობლემის შესაძლებელია და ჩვენ სკოლიოსთან არ უნდა გქონდეს ესეთი ასოციაცია, რომ ეს არის ყოველთვის რთული ოპერაცია. და ხშირად მშობლებს აქვთ, რომ თითქოს რაღაც ამ პრობლემას აი თითქოს თვალნათელია, მაგრამ თვალს არიდებენ, იმიტომ რომ იციან, რომ რაღაც ძალიან რთული ამბავია. ამიტომ დროულად აღმოჩენილი ეს პრობლემა ჩვენ თავს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თავიდან ავერიდოთ სამალოთ რთული ჩარევა ქირურგიული. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გოგა რომ იყავით ჩვენი სტუმარი, ახლა დაგემშვიდობებით და რა თქმა უნდა სიახლეებით გელოდებით კვლავ ჩვენ სტუდიაში. დიდი მადლობა თქვენ, წარმატებებს გისურვებთ და ძალიან მიხარია რომ თქვენნაირი ექიმი და თქვენნაირი წამყვანი ყავს ამ ქვეყანას. უღრმესი მადლობა.